მშვიდობისა. დღეს არის 2 აპრილი. ვიცი ბევრი არ მეგობრდება. მაგრამ ვარ თუ არა ეთერშია, ვიცი პრინციპში. დავიწყოთ საუბარი. მოკლედ მეგობრებო, ცოტა ხანი გავიდა რაც ეთერში არ გავსულა. ბევრი მივხვდით ალბათ რატომაც, ბევრი იმასაც ფიქრობს ალბათ ამდენ რაღაცებს რომ დაეტაკა და ამდენ რაღაცები რომ მასაკნა იმიტომ რაღაცა მოვიდა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ მე მშვენივრად ვარ, კარგად ვარ. მაგრამ როდესაც ერის უმრავლესობა ერთ თაყვანისმცემლობაზეა გადასული და მონობა ურჩევნია თავისუფლებას, მაშინ ძნელია მათთან საუბარი. მოკლედ მე ყველაფერი გავაკეთე, ყველაფერი განახეთ. გასაგები ახლა ილიას ამბავი, მაგრამ ნიკოლოზის ამბავზე კიდე რო გაჭედა ბევრმა კიდე ეს კიდე დაემატა. იმიტომ რომ მე ბოლო დროს რაც ნიკოლოზის მრევლი ასე ვთქვათ შემოვიდა ჩემს სამეგობროში და როდესაც ილიას ამბავი რო გაიგეს და ესე და მე რო დავაყარე და მე ვინც კი გააზიარა და ვინც კი შევატყვე რომ ილიას მორწმუნე ყოფილა ასე ვთქვათ, ისინი ეგრევე გავყარეთ და უკან მოხდება კიდე გამორიცხა. მაგრამ აი ნიკოლოზ მრევლი რაღაცნაირად დაგინდება. ფლად რო შერეკილი რო არის და გაფრენდი და რაღაცა მაგერი გაუშვი, მაგრამ უმრავლესობა ავტორი. ეს მე ადრეც ვიცოდი, მაგრამ რაღაცნაირად გინდობდით, იმიტომ რომ იქნება და რაღაცა გონს მოვიდნენ მეთქი. 2 წლის უკან, როდესაც ლევან ფანსულაიას ამბავზე დავდიოდი, ასე ვთქვათ და მაგ ბიჭის დასახსნელად, ვინც არის ის გეტყვით, რომ ლევან ფანსულაია იყო ის რაშკაცი, რომელმაც ხუდი მოხსნა სვეტი ცხოველზე ჯვარზე იყო წამოცმული სატანისტების ხუდი, ის მოხსნა დატეხა. დაგის გამო ჯერ დაიჭირეს 2000 ლარად გამოუშვეს და მერე საპატრიარქომ ისევ დაიჭირა და დააჭერინა და მერე ამოამკვიდრეს საგიზეში თავი. მაგის გამო, როდესაც მე დავუბრუნდი და ერთი ამბავი, სწორედაც რომ ნიკოლოზის მრევლი ამიფრთხდა და მაშინ ერთბაშად გავყარე ეს ფანატიკოსები. იმიტომ რომ მათთვის ჭეშმარიტება და სამართლიანობა და მართლმადიდებლობა კი არ იყო თავარი, არამედ მათთვის იყო უმთავრესი იყო ნიკოლოზი. ვერი რომელიც წმინდანი, ეძახით თქვენ, რომელიც ბინაში იყო. ეს ბევრჯერ დაგისურვით. სად გაგიგია თქო წმინდანი, ასე ვთქვათ, ბინაში. წმინდანები იხმნენ და თქვა იქნებიან თაში, ტყეში, რეში, გამოყვარულში და სადღაც მივარდნენ ეკლესიაში. რა უნდა ბინაში? ეს ბაგრატიონობა კიდე საიდან მოიტანეთ, ეს მეფობა საიდან მოიტანეთ, თუმცა თვითონ გამოიტანა ყველაფერი, მაგრამ მე ხა ეს რომ დაგიღეჭოდა, რომ დაგილაგოთ ყველაფერი, თუ რა დონემდე დაგწეს თქვენ, ხო? შეგწყვებათ, დღეს არ შეგწყვებათ, ჯერ კიდევ ოკოპიები გაქვთ თავში. გავა 1 წელი, 2 წელი და მე შეგწყვებათ. იმიტომ რომ თქვენ ვიღაცამ დაგაზომბირათ, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო. გამიგეთ და თქვენ ეს უნდა გერწმუნათ. გესმით და აღარ არის ახლა ის კაცი. და მაშინ დაგისურვით და კიდე გამეორეთ, რა გეშველებათ ახლა 10 რა გეშველებათ ხალხო. ეხლა ახალი მითი მოიგონეს რომ საპატრიარქო რომ მოკვდაო,
იმის ჩამნაცვლებელი იყო ეს უნდა მერე მოწამლესო ვინ მიასუნიერდა ნიკოლოზ საპატრიარქომდე და პატრიარქამდე ხალხო ცოტა გერა ძალიან გაფრენილია ვინც ამას ფიქრობს ნიკოლოზ ვინ მიასუნიერდა ხალხო საპატრიარქამდე პატრიარქის ტახტამდე ვინ და გაფერხეთ თავი ხალხო ცოტა ფილტრი გაწმინდეთ და მოკლესო მოწამლესო კაცო მე ვიცოდი კაცო 2 წელია რა კაც ფეხით გივა დაჩირგებია ხო ნახეთ კაცო სურათი დაჩირგებია ფეხი სასაული და მოწამლა შინაგანმა იმადა რა სისულელებს მოდავ შენ სულ მე გეუბნები და გავა დრო და მე გაიკეთებ ამ ვიდეოს აი ნაწილ კადრობრივად ყველაფერს შევსხობად ყველაფერს და ეხლა საერთოდ ზოგადად გისვამ კითხვას როდემდე გინდათ იყოს მონა აი მონა ხართ აი ვინც ვიღაცას ემონება რომ აი ვიღაცა გადაარჩენს აი ეს არის მონა ხალხო პირდაპირ გეუბნები გინდა გესმენოთ ეხლა პირის წყალი გამოვივლეთ რა ვქნა ეხლა მე გავჩვენე მე სხვანაირად გესმით? როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ ვიღაცა მოვა და ის გადაარჩენს, მე აღარ მომბობ ხა იმ ქრისტეს, ის ქრისტე უკვე დაგავიწყოთ ყველასათან. ვინ რომ აგერ აყავდათ კაცო ილია, ცოცხალი წმინდანი და აგერ ნიკოლოზ ცოცხალი წმინდანი, რომელიც გადაგარჩენდა, ის თავისებურად თვლიდა გადაარჩენდა, ეს თავისებურად ორივე აღარ აყავდა. მორჩა დამთავრა პაპუ. ერთმა ადამიანს მისცა ხალხო ყველაფერი რისი მიცემა შეიძლებოდა თავიდანვე ყველაფერი მისცა წყალი ცა ჰაერი გული მისცა ხალხო გული რომელსაც არ ჭირდება დილით რო გაიღებზე დაქოქვა არ ჭირდება ამას ბენზინი არ ჭირდება სალიარი არ ჭირდება აკუმულატორი არ მუშაობს პლაგინზე არ არის ჰიბრიდი ხალხო ეგ არის სასწაული მისაცემი მისცა ღმერთმა ადამიანს და ყველაზე უმთავრესი შემდეგ რაც იყო ეს არის თავისუფლება შენი ყავიოს შენი თავისუფალი და არა ვიღაცები რომ გადაგარჩენს შენი იმრუშე შენი ყველაფერი გააკეთე ხო ინდა წამოწეგი არასდროს არაფერი გააკეთე ხო და მოვა მე ვიღაცა ეგ ნიკოლოზის დაერი თუ ილიას დაერი და შემდეგ გადაგარჩენ კაცო ღირსას და უღირსას ყველასა და იმ ბებიადგენს და მოგივალ ტივით ხო ეგრე სად არის ხალხო აი ეს არის ბრმა მორწმუნეობა რა შვები კაცო ბრმა მორწმუნეობა და ისა რა ქვია კიდე კებთაყვანისმცემლობა ეს ვიღაცას ჭირია რომ რაღაცა ნაწილი ბრბოსი აი აქეთ გაიფანტოს ნაწილი იქით გაიფანტოს გესმით და ამასობაში ისინი თავის საქმეს აკეთებენ თქვენ კიდე რობოტები ვიდა ეს საწყლე აი ის გადაგვარჩეს ელოდება მარჩა ეს ლოდინის კიდე დამთავრდა წავიდა რა გეშველებათ ეხლა მოკლედ მე ბოლო 9 წლის განმავლობაში ორჯერ მოვყევი და მოვყვები ახლა კიდე პარაგამა ერთი არაკი ასეთი კარგად მომისმენთ ძალიან ზედმეტად გამოჭრილია ახლა ქართველობაზე და იმანზე კიდე ვინც ჩამოასახელი იმ პარტია ხალხზე რა მოკლედ ადამიანმა გადაწყვიტა ბედნიერების ძიება და გონია ის სადღაც არის რა სადღაც რა ვიცი გავიდა სახლიდან და პირველი ვინც შეხვდა ეს იყო მგელი ზის და ესეა მგელი ამოდებული ყბაზე და ხმუის რა ჭირდება რა დაგემართა რა და კბილი მტკივა ამის დედავატი ბიჭო მე გეტყვია მაგის ამას ვირის ტვინი უნდა შეჭამო რა მე არაფერი არ გიშველის ხოდა წავიდა გაგძელა გზა ნახა მაყანა ცეცხლი უკიდია მივიდა კაცო მიეხმარა ჩააგრობინა ეს
თურმე ძმები ყოფილან 5 თუ 6 და მოსავალს იღებდნენ თუ აღება უნდა და რაღაც ესეთი პერიოდია და ზიან ესე ჩაკრეს ახლა ზიან თავჩაკიდულები და მოთქვამენ და კაცო სულ ასე გვემართებაო ამის ზედავატერი ამ მოსავლის აღების დროს აი BBC და ეს თვე არის რა თიბათვის თვე ხო და ბიჭო მაგიო მეგეწვიო რაც არისო რა არისო და კაცო ქვემოთო ამ მიწის ქვეშო ოქრო არისო და როცა ხურდებაო ამინდი ისა მზერო ხურდებაო მიწას ხურდებაო და ის რო გახურდებაო ფესვებს ეკიდება და მე ეკიდება ამ ფორმასო ბიჭო მასე თუ არისო მაშინ მოდი შეკიდე დაგვეხმარებო ერთად ამოვთყაროთო და თუ მართალიაო მაშინ მოდი შუა ისა გავიყოდო ყველამ ერთად და ესე უბრალოდ კაცო არ მინდაო მე ბედის საძიებლად მივდივარო გააგზავნა კიდე გზა გააგზავნა შემოხვდა ერთი მეფის ამალა სხვა ქვეყნის ვიღაც გააჩერე სამილი ხარ და ბედის საძიებლად მივდივარო მე სამილი ხარ მე აგერის უნდა ვეომოთო ეხლა ამასო რა ქვია ვედი და სახელმწიფოს რაღაც და სულ წაგებაში სულ ვაგებთო რა და მეფეა დედოფალი არის ქალი კაცო ოდა მეგეტრითო მაგის ამასო ჩააცვითო ამასო მეფესო ჩაიცვასო მასკაცის ფორმაო რაღაცა და დაახვიდა წადიდა მასე მოიგებდო და ეს დედოფალი ეუბნება მაშინ თუ ეს გამართლდა უკიო გავაკეთებდო მაგრამ თუ გამართლაო და მოვიგეთო მაშინო შენ კიდე წამოყვებიდო და შენო მე მეფე დაგნიშნაო არაო კაცო მე სამსალია მე ბედიმაგო საძიებელია აგზელა გზა იარა იბოდიალა მოკლედ ბევრი კიდე რა მოგიყვება ხანა მობრუნდა ახლა მობრუნდა მოდი სახლისა და შეხვდა ისევ ეს მგელი ისე ფილიტკივა ვერი შოვა კაცო კივა ისე და მოისეს ჩამოჯდა ესეც დაღლია უკვე და დაიწყეს ლაბარაკი ურთიერთში და ჯო ვირი ვერ ნახევა ამდენი ხა ვერა არ არისო ვირი ამის ზედავატია შენაკენიო და აი მთელი ქვეყანა შემოვიარე და ბედი ვერ ვიშოვე და კი მაგრამ რა მოგივიდა გზაში ვიშეფი არა და მოუყვა ყველაფერი ჯო ეს ვირი ზის ასე დაიდო ხელები და იყურება აქეთ იყურება იქეთ და თავისთვის ფიქრობს ამის დედავატი ამხელა ამაზე უკეთესი ვირი სად ვნახო რადგან თავი გადაჭამა ამ დებილს ეს მის ეხლა აქვს და ეს მორალი რაშიც არის ხომ უნდა მიხვდე თავად ხახო ვინ იგულისხმება ამ ადამიანში ვინ იგულისხმება მგელში და მე ვინ იგულისხმება მე ვირში კიდე შეშვით ამ პოპოტიებს ხალხო და ჩამოდი დედამიწაზე და თქვენი თავის გარდა მშველელი არავინ არ არის არავით არის ნიკოლოზები და ილიები და ვიღაცები არ არის თქვენი მშველელი ხალხო ეს თქვენ გაგდებთ მონობაში რელიგიურ მონობაში და ღმერთმა ადამიანს მონობა კი არ უბოძა თავისუფლება უბოძა მონობარი ის, როდესაც ვიღაცაზე ხარ ჩამოკიდებული არ გეუბნებით უკვე. ჩამოკიდებული და ვიღაცა რო გადაგარჩენთ. თქვენ არაფერს არ აკეთებთ ისე. იუზდელეთ, იმრუშეთ, კაცკალით, იპარეთ, ყველაფერი გააკეთეთ და მე გადაგარჩენთ. რატო კაცო, რატომ გადაგარჩენთ ვიღაცა? ან შენ რო არაფერს არ აკეთებ, ცხოვრებაში თიც რო არ ადებ, ხო? ისე რატომ უნდა გადაგარჩენოს ვიღაცა? ეს არის მონური დამოკიდებულება. გახსენით თავი, ტვინი გახსენით ხალხო, ნუ ხართ ვირის პოზიციაში. ვიღაცის ყოველთვის ტყუილა იმედები და რაღაცა ბედნიერების და გადარჩენის იმედები. რო ხართ ჩამოკიდებული. შემცირდა კიდე ისა რა ქვია ხო? თანამდგომთა შემცირდა აი დარდები ხა ვიყავი ერთი და ყოველთვის ვიქნები ერთი. მე თქვენთვის მინდა თუ არა. რაც შემიძენია, თქვენთვის მინდოდა და თქვენთვის ვაკეთებ თუ არა. მე გვარიანი მაგ აკრებილი ცხოვრებაში, რომელიც
4-ჯერ და 5-ჯერ რომ მოვიდე ამ ქვეყანაზე, ჩემს სამომავლობასაც ეყობა ერთი 50 წელიწად, კიდევ უფრო მეტის. ჯერ რაც გითხარით, წარმოგითხარით აქამდე, ისიც კმარა. და ასე კიდე რაც მასაკველი და რა ქვია, გასაკეთებელი ის ხო საერთოდ. მაგრამ მონობა გიჩვენია და მონას მე რაღა უნდა უყუროს. მონა მე თვითონ არ ვიკადრებ დავით თორდია იმას რომ ვიღაცა ისეთი მოდი ასე ვთქვათ წყალებში ტუპოი ხალხი შემოიკრიბოთ ჩემს ირგვლივ და არიქა და დავით თორდია გადაგვარჩეს და შეაფერა ამას არაფერი არ გაკეთე. მე არ ვიკადრებ ამას. გესმით? ჩემგვერდში უნდა იყვნენ გონება გახსნილი ადამიანი, რომელსაც თვითნებურად შეუძლიათ თავისი ბედის გადაწყვეტა. თვითნებურად შეუძლიათ ხვალ და ზეგ რა უნდა გააკეთონ იმის გადაწყვეტის უნარის მიღების უფლება და უნარი რო ქონდეთ. და არა ისე რომ აი ბარანომასაც ავიდა, აბა მოდი ახლა ეს გავაკეთო და გავლენ აქეთ ყველა ერთად თუ გინდა გადახდით წყალში გადაიყრება ყველა. აი ეს იყავით ის მასები, ეს ილიას და ნიკოლოზის მასა რაც იყავით რა. პირში გეუბნებით რა გინდა მე. რა ვთქვა მე, გეუბნებით კიდე მე რომ დავждდე და რომ მე ვიდეოთი რომ აი კადრობრივად რომ განახოთ ყველაფერი და აგიხსნათ, შეგწყვებათ ხო. დღეს არა, იმიტომ ჯერ კიდე ცხელგულზე ხართ. 1 წელიწადი, 2 წელიწადში უმრავლესობას იქიდან შეგწყვებათ. საკუთარი თავის. რას ემონებოდით და ვის ემონებოდით? დამონება ქვია მაგას. მე ვიყავ როგორ აგესწავლე. კარგად ზანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე, არ ვიცი გაგრძელება როგორ იქნება, ნახოთ. ასეა ჯერჯერობით.